მოვედით კურთხევნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას წირეთაგან სამი არა მიყავთ და წარვიდნენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა ხოლო მართალი ცხოვრებასა საუკუნესა საქმე რომელიც ეძებს მაცხოვარს ამას გავახსენებ ანუ შეხედე ის ებრაელებისგან ისე იყო მოძულებული რომ სინაგოგას ვერ ეკარებოდა სინაგოგასთან რო გაეარა მოკლავდნენ იმიტომ რომ შეძულებული ყავდა ეს ცოდვილი კაცი თითულებოდა მაგრამ იცით რა გაიგო რომ ქრისტეო თურმეო ცოდვილებსაც შეიწყნარებს მიიღო ერთი ნახავ იქნება მე რამე მეშვენოს შეაწუხა თავისმა მოხვეჭელობა ამ წუთის სოფლის სიყვარულმა შეაწუხა შეაძრწუნა და საშველს ეძებს როცა საქე ადის ხეზე მას მაცხოვრებლებმა ჩამოდის ისწრაფე და გარდამოხედ დღეს შენთან მოდიო უფალმა ფერი ისვალა თაბორის მთაზე მაგრამ თავარი სწავლება ის მოგსა ჩვენ აქ რომ ადამიანს შეუძლია რომ იცვალოს ფერი დილით ჩვენ კვირა დღეს რომ წამოვედით ვეზიარეთ ვილოცეთ პარაკლისი გადავიხადეთ და ისე ჩამოვედით არასოდეს არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ღვთის სიტყვას ის რამდენადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ჩვენ კაცრი რამდენადაც ჩვენ ეს ამას ვერ უძლებდეთ თუ ვერ ვიღებდეთ თუ გინდა გამომხევი თუ გინდა გამიშვი გზად თუნდაც ავიმღეროთ ვეცადოთ რა გვიშლის ბევრი მაქვს მოსაყვევი პატარა ამბავი ხალისი წამოიღე სიტყვი აკარიბეს ძალიან თბილი აქ და ყველა ისეთია როგორც სინამდვილეში არის ანუ ყველა რეალურია ჩვენი მაგალითით ადამიანები უნდა მიდიოდნენ ღვთის გზაზე ფერი ვიცვალოთ სასიკეთოთ და ასე თქვა გადავარჩინოთ ერი საკუთარი და ვიგუნდაოთ აქ ყველაფერი იწყება ლოცვით, სიყვარულით, ერთმანეთის პატივისცემით და მე აღნიშნავ იმასაც, რომ აქ თვითონ უფროსებსაც, პედაგოგებსაც აქვთ ერთმანეთის მიმართ ისეთი სითბო და სიყვარული და ეს იმდენად ჩანს, რომ ეს ბავშვების გულებამდეც მიდის და ეს მერე გადამდებია. ფერი უნდა ვიცვალოთ ყოველ დღე და ერთი ნაბიჯით მაინც უნდა წავიდეთ წინ ყოველ დღე ჩვენს რა თქმა უნდა სულის ასამაღლებლად და ყოველ დღე უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი, რაც ჩვენ სულს არგებს. ერთი წეთი რო ჩავაგდეთ. ამ დროს ღვინო კი ჩავიდა, მაგრამ იქიდან წყალი ხო გადმოვიდა იგივე ერთი წეთი. ორივე ერთად ხო ვერ გაჩერდება თუ პირამდეა სავს. მეორე წეთს რო ჩავაგდეთ. ისევ ღვინით გაჯერდება და წყალი ისევ გამოიჯანა. და თუ ყოველდღიურად თითო წეთი ჩავაგდე, მაშინ გამოარო ეს ღვინო, ანუ საღვთო აზროვნება გამოდევნის იმ ჩვენს ადამიანურ ხორციელ მიწიერ და ამ წუთის სოფლის აზროვნებას და იქნება მთლიანად ღვინო. ოღონდ დროთა განმავლობაში ეს ერთ დღეში არ მოხდება. ვინ გადაწყვეტა დილიდან ყველამ რასაც მოგვიტანენ სამშობლოსა და დედის სიყვარულით მივირთვათ. ეს ერთი მცირე გავაკეთოთ. რა სანამ აქავა. თუ ფერის თვალებაა, ფერის თვალ. მეც არ მიყვარს, მაგრამ ხვალიდან მიყვარს ჩამოჭამ. სამთარია თომა გამიწოდა თეთრი ხელი. და პატარა ფიფქვაც დამიგდია ციდან რთები. მერე რა რომ ცივა თეთრი ფიფკი ცვივა ნათვის ხეს ხომ შვენის ვერცხლის წვიმა
უხარიათ ბავშვებს აკეთებენ თოვლის პაპას და თოვლიან გზებზე მოგვიყვება ღამეს ხაბარს ამღერებს გულებს გათეთრებს ქუჩებს ახალი წლის გადაგვიშლის ფურცებს ნელა იბარება ფანჯარასთან ზამთარი მერე რა რომ თოვლი მალე ძნება რჩება თეთრი ზღაპარი ამოხვალთ კიდე? სუფს ჭამთ? გაბრიელ მაგრამ არ მოგეწონა ბიჭო? არ მყავს. არა? მაგრამ ვეფხის ტყაოსნობა იცი რა არის? რაც არ გინდა იმას რო გააკეთე. აუთანდილმა იცი რა უთხრა ტარიელს. რაც არ გინდა ის უნდა გააკეთო, კაცობა ეგ არისო თორე. დღევანდელობაში ხალხი ფიქრობს, რომ მარტო ის უნდა აკეთონ, რაც სურთ და რაც თვითონ გაახარებთ და გააბედნიერებთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთი საქმის კეთებისას შეიძლება სხვა დავაზიანოთ და ასევე დავაზიანოთ ჩვენი თავი. და გვაუწყდეს თავშეკავება, მოყვას ის სიყვარული და მხოლოდ ჩვენ თავზე ფიქრობდეთ. ამიტომ ფერის ცვალებით ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენს შინაგან მეს ცოტა დავთრგუნოთ და ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ სულიერად გაგვზრდის და აგვიყვანს ღმერთთან. მივიღე ის საკვები, რასაც არ ვიღებდი და რაც არ მინდოდა და მე ყველაფერი ვეცადე, რომ ეს სახელი რასაც ქვია, აი პირდაპირ მნიშვნელობით მომხდარიყო ამ ბანაკზე და შევეცადე, რომ ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ზუსტად ფერის ცვალება დარქმეოდა ამ ბანაკს. შევიყვარე სუფი. და თუ აქამდე ვერ ჭამდი, ახლა უკვე დიდი სიყვარულით შევჭამ და გამახსენდება ყოველთვის ბაკურიანის ბანაკი. მართლა ფერის ცვალება მოხდა ჩვენ გულებში და სულებში. მივხვდით, რომ მართლა უნდა ვანათოთ ერთმანეთი და მართლა მთლიანი გული უნდა ამოვიღოთ და დაუდოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ამ ქვეყნიდან მეც ვერაფერს ვერ წავიღებთ. ისე შევიყვარეთ ერთმანეთი, როგორც უფალმა შეგვიყვარა ჩვენ. თუ გინდა გამიშვი გზად უნდა წავიმღერო აგიდა ახლა ჩამოყერო გაიღიმე ნიკოლოზი პატარა ამბავი ხალისი წამოიღე სიტყვი აკარი ეს საქართველო ხატებთან ერთად. აი ჩემი მოგზაური სავით არის ეს ჩემი დროშა. ჩემი სიმდიდრეა და ეხლაც მაქვს აქ და მინდა რომ წარმოგიდგინოთ. გულში მაქვს. აუცილებლად ყველა ემიგრანტს უსურვებ ჩამოსულიყო ჩვენ სამშობლოში. დაუძახეთ აბა დაბრუნდით! მე მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად ჩვენ გულებში უდიდესი ფერის ცვალება მოხდა. მე გადავწყვიტე, რომ არასდროს არ დავტოვებ ჩემს სამშობლოს და ყოველთვის გვერდში დავუდგები, თუ მას გასაჭირი ექნება. აქ ისეთი საქმეები გაკეთდა, რომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ღმერთს მივუწოდით ჩვენ გულებში, ჩავეხუტეთ და ჩავჩურჩულეთ ყურში, რომ ჩვენი საქართველო გადაარჩინოს. თავისუფლება